საოცარმა ისტორიულმა განცხადებამ შეძრა ახლო აღმოსავლეთი, რომელშიც ორი ქვეყანამ ამ კვირაში გადაწყვიტა ხელი მოაწეროს შეთანხმებას, რათა დაამხოს საშინელი გამანადგურებელი სამხედრო ძალა, რომელიც იკავებს ახლო აღმოსავლეთს და ყველგან ანადგურებს ყველაფერს ლაფერს, სადაც კი მიდის. ეს ორი ქვეყანა, ლიბანი და ისრაელია და მათ უკვე წელში ამოუვიდათ ტერორიზმი, რომელიც მათ მიწებს აკონტროლებს. გიგვირს, რომ ლიბანი და ისრაელი მოკავშირეები არიან, როცა სულ ახლახან მხოლოდ ისხსმენია, რომ ისინი ომში არიან. როგორც ჩანს, მედია კიდევ ერთხელ გათხოვებს, რადგან ომი არასდროს ყოფილა ისრაელსა და ლიბანს შორის. სინამდვილეში ლიბანი და ისრაელი ერთად ებრძვიან ისლამურ ისლამურ რეჟიმს, რომელმაც სცადა ლიბანის ოკუპაცია და ლიბანელი ხალხი იმ ომებში ჩაეთრია, რომელთათვისაც მათ არასდროს მიუციათ ხმა. ამ ტერორისტულ ორგანიზაციას ჰეზბოლა ქვია და ის ირანში მოქმედი ისლამური რეჟიმის ღერძის ნაწილია. უბრალოდ ლიბანშია განთავსებული. სანამ ჰეზბოლას ლიბანისგან გონებაში არ გამიდრავ, ამ კვირის შეთანხმების შესახებ არაფერი გაგიაზრდება. მოდით დეტალურად განვიხილოთ, რა არის ეს შეთანხმება და რას ნიშნავს ის, რადგან მისი სტრუქტურა ყველაზე ნათელი მტკიცებულებაა იმისა, თუ რაზეა სინამდვილეში ეს ბრძოლა. ტერორიზმთან ომი, რომელიც სწორედ აქ, ახლო აღმოსავლეთში მძვინვარებს. მოგესალმებით მირაქეის შოუზე JNS TV-ზე. მოდით დავიწყოთ. სანამ უშუალოდ შეთანხმებაზე გადავიდოდეთ, რა თქმა უნდა, კონტექსტი უნდა იცოდეთ. ჩვენგან უმეტესობას ლიბანი ახლო აღმოსავლეთის პარიზად ახსოვს, როგორც ქვეყანა, რომელმაც მრავალკულტურიანობა სცადა და ვერ შეძლო. უმეტესობა კი არ იცის, რატომ მოხდა ასე. 1990 წელს, როდესაც ისლამური რეჟიმი თავის ძალაუფლებას ამყარებდა, მან ლიბანს შეხედა და გააცნობიერა ამ ქვეყნის სტრატეგიული მნიშვნელობა ირანისთვის. ლიბანი არა მხოლოდ ესაზღვრებოდა მათ მტერს, ისრაელს, არამედ სირიის გავლით ზღვაზე გასვლის შესაძლებლობასაც აძლევდა. და რადგან ფინანსური სტაბილურობის შექმნას ცდილობდნენ, ლიბანი მათთვის აუცილებელი იყო. მაგრამ ისინი არ აპირებდნენ მის ომით დაპყრობას. ამის ნაცვლად მათ ჩუმად შეიყვანეს ტერორისტული ჯგუფი სახელად ჰეზბოლა, რათა ლიბანი შიგნიდან დაეპყროთ. ოდესმე გიფიქრიათ, როგორია ნამდვილი ოკუპაცია ადგილზე. ჰეზბოლა საერთოდ არ არის ლიბანის არმია. ის არასდროს აუჩევიათ ლიბანის დასაცავად. ეს არის შეიარაღებული დაჯგუფება, რომელიც ირანმა 1982 წელს მხოლოდ ერთი მიზნით შექმნა, რომ ისლამურ რესპუბლიკას ჩაებარებინა ისრაელის ჩრდილოეთ საზღვრისკენ მიმართული დატენილი იარაღი, ზღვის მიწაზე. და რა თქმა უნდა, ასევე თანამშრომლობდა სამხრეთ ამერიკულ ნარკოკარტელებთან საკუთარი დაფინანსებისთვის, მაგრამ ეს სხვა დროისთვის იყოს. 10 წლების განმავლობაში ეს შეთანხმება ზუსტად ისე მუშაობდა, როგორც იყო დაგეგმილი. ჰეზბოლამ ფული, იარაღი და ბრძანებები ირანისგან იყო, არა ლიბანისგან. როცა ირანს ისრაელზე ზეწოლა სჭირდებოდა, ჰეზბოლა ცეცხლს ხსნიდა. როცა ბრძოლა იწყებოდა, იწოდა სამხრეთ ლიბანი, არა სამხრეთ ირანი. მათ ეს თავდასხმები ისრაელზე ისე წარმოაჩინეს, თითქოს ირანი კი არ ესხმოდა თავს ისრაელს სხვა ადგილიდან, არამედ ეს იყო კონფლიქტი ლიბანსა და ისრაელს შორის, რაც სინამდვილეში ასე არ იყო. ჰეზბოლა განაგრძობდა ზრდას, იკავებდა ლიბანის ინფრასტრუქტურას, მოქონდა ქაოსი და განადგურება და ლიბანისა და ისრაელის ხალხი უზომოდ იტანჯებოდა. ამასობაში ისლამური რეჟიმი მშვიდად აგრძელებდა მშენებლობას კილომეტრების მოშორებით. ლიბანის მთავრობასა და არმიას meanwhile ორი არჩევანი ჰქონდათ. ეცადათ ებრძოლათ ჰეზბოლასთვის, რომელსაც უსასრულო ფული, რესურსები და ძალა ჰქონდა და ალბათ წააგებდნენ, ან უბრალოდ დაეშვათ ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, ჰეზბოლას ძალაუფლების ხელში ჩაგდების კამპანია მხოლოდ სამხედრო თვალსაზრისით არ მიმდინარეობდა. ეს კამპანია დახვეწილი იყო და დიდწილად ლიბანის მოსახლეობის დარწმუნებაზე იყო ორიენტირებული, რომ მათ მხარი დაეჭირათ. იქნება ეს ძალით თუ მანიპულაციით. და ისინი სულ უფრო მეტ ლეგიტიმაციას იძენდნენ. გახსოვდეთ, თუ მათ შეუძლიათ კონფლიქტი ისე წარმოაჩინონ, რომ მსოფლიომ ისრაელი ცუდად წარმოადგინოს, იგივე შეუძლიათ საკუთარ ქვეყანაშიც. რაც საკმაოდ სწრაფად მოხდა იყო ის, რომ ლიბანის მთავრობამ და მისმა არმიამ წინააღმდეგობის გაწევა შეწყვიტეს. და მიუხედავად იმისა, რომ დროთა განმავლობაში მიხვდნენ, ეს მათ ქვეყანას ავნებდა, როცა ამას მიხვდნენ, უკვე თითქმის უდლურები იყვნენ რაიმე გაეკეთებინათ. ჰეზბოლა წარმოუდგენლად ძლიერია. ეს უნდა გაიგოთ, სანამ ამ შეთანხმებას შეხედავთ. ლიბანისა და ჰეზბოლას კონფლიქტი გადაფარა ჰეზბოლასა და ისრაელს შორის კონფლიქტმა. მათ გამოიყენეს მრავალი მუსლიმი ლიბანელის, რომელთაგანაც ბევრი პალესტინელი იყო ბუნებრივი მტრულობა, რათა თავი ისრაელის წინააღმდეგ დამცველებად წარმოეჩინათ. ხშირად, როცა მათი მხარდაჭერა იქლებდა, მოხერხებულად ისრაელთან კონფლიქტი იწყებოდა. როგორც ვიცით, ჰეზბოლა ისრაელის მიმართულებით ისვრის 2023 წლის ოქტომბრიდან, ჰამასისადმი სოლიდარობის ნიშნად 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ, მაგრამ სინამდვილეში ეს უბრალოდ ირანი იყო. ეს ღია ომში გადაიზარდა. ისრაელმა საბოლოოდ ლიბანის სიღრმეში მიიტანა დარტყმა. მოკლა ჰეზბოლას უმეტესობა მაღალი რანგის ლიდერებიდან, მათ შორის მისი ხანგრძლივი ლიდერი ჰასან ნასრალა და გაანადგურა მისი იარაღისა და გვირაბების დიდი ნაწილი. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 2024 წლის ბოლოს იქნა მიღწეული, მაგრამ ის მუდმივად ირღვეოდა. ჰეზბოლამ შეინარჩუნა თავისი არსენალის ნარჩენები, ხოლო ისრაელის ჯარები სრულად არასდროს გასულან. რატომ? იმიტომ, რომ ასეთი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებები არასდროს არის რეალური. ეს არის შეთანხმებები, რომლებიც არაერთხელ იქნა მიღწეული, მაგრამ ყოველთვის ერთნაირად მთავრდება.
ისრაელი ტოვებს ტერიტორიას. ლიბანი თანხმდება ჰეზბოლას წინააღმდეგ ზომების მიღებას, მაგრამ ამას ვერ ახერხებს. ჰეზბოლა ამ დროს იყენებს ძალების გადასაჯგუფებლად შეიარაღებისთვის და ნელ-ნელა ისევ იწყებს ისრაელზე თავდასხმას, რის შედეგადაც ისრაელის ჩრდილოეთი ფაქტობრივად მუდმივი თავდასხმის ქვეშ რჩება. გრძელვადიანი გადაწყვეტის მოთხოვნა იზრდებოდა როგორც ისრაელში, ასევე ლიბანში. მაშინ, როცა ლიბანელები ომს ებრძოდნენ, ისრაელი ცდილობდა ჰეზბოლას განადგურებას. სხვათა შორის ლიბანში 79% ლიბანელთა ჰეზბოლას განიარაღება უჭერს მხარს. დანარჩენი 30% კი ისინი ლიბანის იმ მესამედს ეკუთვნიან, რომლებიც შიიტი მუსლიმები არიან. და ამ ჯგუფშიც კი, რომელიც ჰეზბოლას ძლიერად უჭერს მხარს, 30%-ს მიაჩნია, რომ განიარაღება უნდა მოხდეს. მაგრამ მოდი ეს ცოტახნით გვერდზე გადავდოთ, რადგან ისრაელმა გააცნობიერა, რომ რაღაც უნდა გაეკეთებინა. მათ სჭირდებოდათ სტრატეგიის შეცვლა, რადგან მიხვდნენ, რომ ლიბანი მიუხედავად იმისა, რომ ჰეზბოლა არ უყვარდა, არსებულ პრობლემას არ აგვარებდა. ამიტომ მათ ლიბანში შექმნეს ბუფერული ზონა, შევიდნენ ჰეზბოლას საყრდენ პუნქტებში და აიღეს კონტროლი, რათა ისრაელის საზღვრები დაეცვათ. ეს მსოფლიომ აშკარად ისე წარმოაჩინა, თითქოს ისრაელი ცდილობდა თავისი ტერიტორიის გაზრდას და ლიბანის დაპყრობას. მაშინ, როცა სინამდვილეში ისრაელმა გადაწყვიტა, რომ დრო იყო თავად ემოქმედა და უზრუნველყო თავისი უსაფრთხოება, რადგან ლიბანი ამას არ აპირებდა. ისრაელის მოსახლეობას არ სურს, რომ მათი ჯარისკაცები ჰეზბოლას თავდასხმების შედეგად იღუპებოდნენ, რაც ამჟამად ყოველდღიურად ხდება. ან ლიბანის ფაქტობრივად დაპყრობა და იქ ხანგრძლივი კონფლიქტის გაჩაღება. გააცნობიერეს, რომ ეს ყალბი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებები, რომლებიც ყოველთვის არსებობდა, პრობლემას ვერ გადაწყვეტდა. ეს უკეთეს გამოსავლად მოეჩვენათ. მაგრამ ეს ნამდვილად გრძელვადიანი გამოსავალი არ არის და სწორედ ამ პრობლემის გადაჭრას ცდილობს ეს ახალი შეთანხმება. როგორ გამოიყვანო ისრაელის ჯარები ლიბანიდან სამუდამოდ ისე, რომ სამხრეთი მაშინვე ჰეზბოლას ხელში არ აღმოჩნდეს, როგორც კი ისინი დატოვებენ ტერიტორიას. 26 ივნისს ვაშინგტონში აშშ-მ ისრაელმა და ლიბანმა ხელი მოაწერეს ჩარჩო შეთანხმებას, რომელიც სწორედ ამ პრობლემის მოგოგორებას ისახავს მიზნად. გეგმა, რომელიც ისრაელს საშუალებას აძლევს დატოვოს სამხრეთ ლიბანი ისეთი პირობებით, რომ ჰეზბოლამ ვერ შეძლოს იქ შესვლა მაშინვე, როგორც კი ისრაელის ჯარები გავლენ. ეს არის პირველი ორმხრივი აღიარება ისრაელსა და ლიბანს შორის 1983 წლის წარუმატებელი ხელშეკრულების შემდეგ. ანუ 43 წელია, რაც რაიმე მსგავსი მოხდა. აი რა არის მთავარი ამ დოკუმენტთან დაკავშირებით, რომელსაც ახლა განვიხილავთ. ჩვენ არ გვჭირდება თითოეული სექციის დეტალურად განხილვა, რომ გავიგოთ, რას ნიშნავს ეს შეთანხმება. თავად პირობები წარმოადგენს არგუმენტს. ამ შეთანხმების ყოველი მთავარი ნაწილი შექმნილია იმის დასამტკიცებლად, რომ ეს ომი არასდროს ყოფილა ლიბანსა და ისრაელს შორის. ეს არის ომი ორივე ამ ქვეყნის მხრიდან ერთი და იმავე ოკუპანტი ძალის წინააღმდეგ, ირანიდან ჰეზბოლას წინააღმდეგ. და ამ შეთანხმების გენიალურობა, რა თქმა უნდა, სრულიად ახალ დონეზეა. ასე რომ პირველი პუნქტია ორმხრივი აღიარება. ორივე მთავრობა ადასტურებს ერთმანეთის უფლებას. არსებობდნენ მშვიდობიანად როგორც მეზობელი სუვერენული სახელმწიფოები და არა ლიბანი და ისრაელი, პლუს ვინც არ უნდა იყოს ჰეზბოლას ხელმძღვანელი. დოკუმენტი თავად მხოლოდ ორ მხარეს აღიარებს მოლაპარაკების მაგიდასთან. ირანი ციჯონ არ არის, ჰეზბოლა ციჯონ არ არის. ეს ჰეზბოლას ლეგიტიმაციას ართმევს. ამ პუნქტის ნამდვილი მნიშვნელობა საერთოდ არ არის სამხედრო, რადგან ჰეზბოლა ჯერ კიდევ არ განიარაღებულა და მისი ინფრასტრუქტურის ყველა ნაწილი არ არის განადგურებული. ასე რომ ბრძოლის ველზე ჯერ არაფერი იცვლება. რაც იცვლება, ეს არის იურიდიული და პოლიტიკური. ლეგიტიმურმა ლიბანურმა მთავრობამ ოფიციალურად განაცხადა, რომ მას არ აქვს კონფლიქტი ისრაელთან და ჰეზბოლა უცხო ორგანიზაციად გამოაცხადა, რომელიც მის ტერიტორიაზე დამოუკიდებლად მოქმედებს. ეს არის მექანიზმი ამ შეთანხმების უკან. ლიბანი უბრალოდ სამშვიდობო დოკუმენტზე ხელმოწერით არ შემოიფარგლა. ის იურიდიულად უარყოფს ჰეზბოლას და მასთან თავს აშორებს. და ეს ისრაელს აძლევს იმას, რაც აქამდე არ ჰქონდა. ლეგიტიმურ საფუძველს, რომ გააგრძელოს ოპერაციები ჰეზბოლას წინააღმდეგ სამხრეთ ლიბანში, ლიბანის მთავრობის მხარდაჭერით. ისინი იმყოფებიან კონტროლირებას ტერიტორიაზე ისე, რომ არ განიცდიან დიპლომატიურ ზეწოლას ან ოკუპანტის იარლიხს, რომელიც მაშინ გეკრობა, როცა მოსახლეობა ასე ხედავს. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ რას მოაქვს ამ შეთანხმებას ტექნიკურად, რომ რეალური ცვლილება შეიტანოს პოლიტიკურ თავასმიტიკურ თავაზიანობებს მიღმა? აი მეორე პუნქტი. ლიბანი იღებს ვალდებულებას სრულად დაადასტუროს ყველა არარეგულარული შეიარაღებული ჯგუფის გუგუფის განიარაღება და აღადგინოს ლიბანის შეიარაღებული ძალების კონტროლი საკუთარ ტერიტორიაზე. ხოლოდ მაშინ, როცა ეს დადასტურდება, ისრაელის სამხედრო ძალები ეტაპობრივად ტოვებენ ზონებს, ანუ ისრაელი ჯერ არ ტოვებს ლიბანს. მაგრამ ეს ლიბანს თავის სუვერენიტეტს უბრუნებს. ეს ნიშნავს, რომ ლიბანის რეალურ არმიას, ლიბანის შეიარაღებულ ძალებს ეძლევა უფლება იყოს ლიბანის ერთადერთი არმია. რატომ არის ეს განსხვავებული იმასთან, რაც ადრე მოხდა? მოიცადე ერთი წამით და ასე მივდივართ მნიშვნელოვან მესამე პუნქტამდე. ჰეზბოლა კონკრეტულად არის ნახსენები. შეთანხმება არ საუბრობს უბრალოდ ზოგადად შეიარაღებულ ჯგუფებზე და არ ტოვებს ინტერპრეტაციის შესაძლებლობას. ის პირდაპირ ასახელებს ჰეზბოლას.
ფრების განმავლობაში ირანის სტრატეგია აშშ ირანის მოლაპარაკებების გზით იყო ლიბანის ჩართვა უფრო ფართო ირანის საკითხში. რათა ვაშინგტონს შეეწყვიტა ზეწოლა ჰეზბოლაზე, ისე როგორც ისლამურ რესპუბლიკაზე. ეს შეთანხმება კი პირიქით იქცევა. ის მკაცრ ზღვარს ავლებს ამ ორს შორის და ჰეზბოლას სახელს ცალკე მხარესწავლებს. არ ვიქნებოდი გულწრფელი თუ არ ვიტყოდი, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ისრაელი და ლიბანი ამას ცდილობენ. 1993 წელს ისრაელის წინა ოპერაციის დროს ლიბანში ისრაელმა ფარულად აწარმოა საკუთარი სამშვიდობო მოლაპარაკებები პირდაპირ ლიბანის ხელმძღვანელობასთან, აშშ-ის ზურგს უკან. ის შეთანხმება ერთ წელიწადში დაიშალა ძირითადად იმიტომ, რომ სირიამ, რომელიც მაშინ ლიბანს იკავებდა, პარლამენტზე ზეწოლა მოახდინა და შეთანხმება გააუქმებინა. 44 წლის შემდეგ თითქმის ზუსტად ამავე კვირაში ისტორია მეორდება. ხოლო ამჯერად ვაშინგტონს ისრაელი აღარ უსწრებს ჭკუაში. ის უშუალოდ ჩართულია მოლაპარაკებებში და ის სირია, რომელმაც წინა შეთანხმება ჩაშალა, უკვე აღარ არსებობს. ასადის რეჟიმი 2024 წლის დეკემბერში დაინგრა და რა უცნაურია, რამდენად შეიცვალა ახლო აღმოსავლეთი ბოლო რამდენიმე წელში, არა? როგორც არ უნდა იყოს მნიშვნელოვანი პუნქტი ნომერი 4. შეთანხმება არ იქხოვს არავისგან ნდობას, რადგან ამ ეტაპზე ნდობა არანაირ მნიშვნელობას აწარმოადგენს. ის იწყება ორი პატარა საპილოტო ზონით, სადაც ლიბანის არმია შედის და ისრაელის ჯარი უკან იხევს. აშშ-ის მხარდაჭერილი გადამოწმების პროცესი დადასტურდება, რომ ჰეზბოლას ინფრასტრუქტურა ნამდვილად აღარ არსებობს, სანამ შემდეგი ზონა გაიხსნება. ეს ორი ზონა, რომელიც არჩეულია, რეალურად უმნიშვნელოა ისრაელის გრძელვადიანი უსაფრთხოებისთვის ჰეზბოლას წინააღმდეგ. ასე რომ ეს შესანიშნავი გზაა იმის შესამოწმებლად და მოსასინჯად, შეძლებს თუ არა ლიბანის მთავრობა და არმია ჰეზბოლას საფრთხის იმავე გზით მოცილებას, როგორც ისრაელის არმია. უსაფრთხოების დანართი ჯერ კიდევ მუშავდება და ის დანარჩენ დეტალებსაც განსაზღვრავს. და ეს არ არის სწრაფი გამოსავალი. ეს განზრა ხნელა მოხდება. ერთი ტერიტორია მოწდება და ისრაელი ტოვებს მას. შემდეგი ტერიტორია ისრაელი ტოვებს მას. იმიტომ რომ ყველა წინა შეთანხმების მთავარი ქავარდნის მიზეზი 1959 წლიდან მოყოლებული იყო ის, რომ ლიბანის მთავრობა ჰპივდებოდა, რომ შეძლებდა საკუთარი სამხრეთის კონტროლს, მაგრამ რეალურად ამას ვერ ახერხებდა. ამიტომ ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება შეძლებენ თუ არა და როგორ მოახერხებენ ამას და იქნება თუ არა ისრაელი ამით კმაყოფილი. რაც მიგვიყვანს ბოლოს მეხუთე პუნქტამდე. ამერიკა აქ მხოლოდ შუამავალი არ არის. ისინი ცდილობენ გახდნენ აღსრულების მექანიზმი. ვაშინგტონმა რეალური თანხა გამოყო ამისთვის. ლიბანისთვის ჰუმანიტარული დახმარების სახით $100 მილიონ მეტი, მაგრამ ლიბანის არმიის გასაძლიერებლად სპეციალურად $30 მილიონ მეტი, რათა მათ შეძლონ ის ტერიტორიების დაცვა, რომელსაც ისრაელი გადასცემს. ისინი ხელახლა მოამზადებენ ლიბანის არმიას, რომ რეალურად იბრძოლოს ტერორიზმის წინააღმდეგ. არსებობს გაგება, რომ არმიას როგორც არის, არ აქვს შესაბამისი შესაძლებლობები და ისინი ნაბიჯებს გამენ ამის შესაძლებლად. მაგრამ ფული მთავარი ამბავი არ არის. მთავარი მათი გადამოწმებაა. შეთანხმება ქმნის ერთობლივ ორგანოს, რომელსაც ეწოდება ლიბანის სამხედრო კოორდინაციის ჯგუფი და ის მუშაობს 24 საათი კვირაში 7 დღე. მოსალოდნელია, რომ ამ მესამე მხარის სტრუქტურას აშშ უხელმძღვანელებს, რომელიც რეალურად ადასტურებს, ნამდვილად გაქრა თუ არა ჰეზბოლას იარაღი და ინფრასტრუქტურა თითოეულ საპილოტო ზონაში. ეს ის ნაწილია, რომელიც ბევრ წინა შეთანხმებას აყდა. 2006 წლის გაეროს რეზოლუციაც ითხოვდა განიარაღებას. უბრალოდ არავინ ასრულებდა ამას, რადგან გაერო უსარგებლოა და ვერაფერს ახორციელებს. ამჯერად თუ ჰეზბოლა რეალურად არ განიარაღდება, არსებობს ამერიკის ხელმძღვანელობით შექმნილი მექანიზმი, რომელიც ამას გამოავლენს. და რა თქმა უნდა, ისრაელი არ აპირებს უკან დახევას, სანამ ამით ბოლომდე არ დაკმაყოფილდება. სხვათა შორის ეს არაფერს ნიშნავს, თუ შემდეგი ადმინისტრაცია რეალურად არ იმუშავებს მის ახალსრულებლად. მაგრამ თამამად შეიძლება ითქვას, რომ ისრაელი ამას ყურადღებით დააკვირდება და ჩარევას არ შეეშინდება. ისრაელმა სცადა გაეკეთებინა ნათელი, რომ მიუხედავად იმისა, რომ მას მოსწონს და აფასებს ამერიკის მხარდაჭერას, ის აღარ აპირებს სრულ იყოს მასზე, სრულად იყოს მასზე დამოკიდებული საკუთარი უსაფრთხოებისთვის. ეხლა მინდა ეს ნაწილი დავამატო, რადგან თუ ამას არ ვითქვი, კომენტარებში ვინმე მაინც ითქვის. ამერიკამ უცნაური პოზიცია დაიკავა ისრაელის წინააღმდეგ, როცა ისრაელი ჰეზბოლას საფრთხისგან თავს იცავდა. ეს მართალია. მათ ირანთან შეთანხმება ისრაელის და ლიბანის უსაფრთხოებაზე მაღლა დააყენეს და ამან ბევრი ისრაელი ძალიან არაკომფორტულად აქცნობინა. მაგრამ ის ფაქტი, რომ აშშ-მ სხვა რამეს მიანიჭა პრიორიტეტი, არ ნიშნავს იმას, რომ ისინი ჰეზბოლასთან გამკლავებაზე პარალელურად არ მუშაობდნენ. მარკო რუბიო, ამ შეთანხმების ავტორი, ამას გვიმტკიცებს. არ ვფიქრობ, რომ აშშ სრულყოფილია, ან რომ ეს შეთანხმება ჰეზბოლასთვის ის უტოპიური დაასასრულია, რომელსაც ყველა ვიმედოვნებთ. მაგრამ მაინც იმედი მაქვს, რომ ეს ცოტათი შეგვახსენებს, რომ ზოგჯერ ჯობს მთლიან სურათს ვენდოთ და მოკლევადიანი პანიკა და აღშფოთება ყოველთვის არღივს. ისლამური საფრთხის მოგვარება აშშ-ისთვის უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე მხოლოდ ჰეზბოლა. თუ ახლო აღმოსავლეთ სუვერენიტეტის პრიორიტეტად აყენება სურს, მან უნდა შეწყვიტოს აშშ-ზე გრძელვადიანი დამოკიდებულება. ეს უკვე ძალიან ნათელია. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამ ეტაპზე აშშ-ს ჩართულობა ცუდია. დროის განმავლობაში ვხედავთ, რომ უფრო დიდი სურათი არსებობს და მართლა ვფიქრობ, რომ შეგვიძლია ამას ვენდოთ. ის რაც ირანს სურდა, რომ აშშ-ს ირანისა და ჰეზბოლას ბედი ერთმთლიანობა დაღექვა. თითქოს ხდებოდა და ამას პანიკა მოჰყვა. მაგრამ ეხლა ვხედავთ, რომ ასე არ არის.
ეს შეთანხმება სრულად გამოყოფს ამ ორ სუბიექტს და როგორც ლიბანს, ისე ისრაელს აძლევს შესაძლებლობას ჰეზბოლას დამოუკიდებლად გაუმკლავდნენ. ბოლო რამდენიმე კვირის პანიკის შემდეგ მგონია, რომ ამ საკითხს სათანადოდ არ თაფასებენ და არ ზეიმობენ. ასე რომ მოდი მთლიან სურათს შევხედოთ, რადგან სწორედ ამას გვახსენებს ეს კვირა. ეს ომი არასდროს ყოფილა მიწის გამო და არც რელიგიის, ეთნიკურობის ან სხვა რამის გამო, რაც სხვაგან წაგიკითხავთ. ეს არის სამი სუვერენიტეტისთვის ბრძოლა, რომლებიც ერთდროულად მიმდინარეობს და ერთ სათაურში ერთიანდება, რაც ისრაელს ცუდად აჩენს. ირანში ისლამური რესპუბლიკის დამხობა, მისი ძალაუფლების შემცირება და ირანის ხალხისთვის სუვერენიტეტის დაბრუნება, ასევე შუა აღმოსავლეთიდან პროქსი ძალების მოცილება. ლიბანში ეს ბრძოლა იმისთვის, რომ მხოლოდ საკუთარი არმია და არა უცხო დედაქალაქისადმი ერთგული მილიცია იყოს ერთადერთი, ვისაც ქვეყნის ომში ჩართვაზე გადაწყვეტილების მიზმიღება შეუძლია. ისრაელში კი ეს ბრძოლაა ყველაზე ფუნდამენტური სუვერენული უფლებისთვის, საკუთარი საზღვრების დაცვა ისე, რომ არ დასჭირდეს ვინმეს ნებართვა, რათა ტერორიზმი მანამდე შეაჩეროს, სანამ ის ქვეყანაში შემოვა. ეს კონფლიქტები ახლა ერთმანეთშია გადახვართული და ძალიან მნიშვნელოვანია. მათი ერთმანეთისგან გამიჯვნა და სწორი ადამიანების გაძლიერება და არა მხოლოდ მათი დასამხობად გარე ძალებზე დაყრდნობა. ლიბანის ხალხს უნდა შეეძლოს ლიბანისა და მისი გადაწყვეტილებების კონტროლი. ისრაელის ხალხსაც იგივე უფლება უნდა ჰქონდეს. ეს კი სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია. მიმდინარეობს მცდელობა შეიცვალოს სტრატეგიები და ძალაუფლების თამაშები, რათა შეიქმნას ალტერნატივები გრძელვადიანი პრობლემის მოსაგვარებლად. რაც შეეხება ირანს, რომელიც ამ კონფლიქტების ძირითადი მიზეზია, ლიბანი ერთადერთი ადგილი არ არის, სადაც ირანის გავლენა ახონ მცირდება. ჰორმუზის სრუტე თითქმის 50 წელია ირანის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის საყრდენია. მსოფლიოს ენერგეტიკული ეკონომიკის მძევლად დაჭერის შესაძლებლობა. მაგრამ ერაყი, საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და ქუეითი აშენებენ მილსადენებს, რომლებიც მთლიანად აუვლიან სრუტეს. და რა თქმა უნდა, ვენესუელის ნავთობი ახლა ისევ ბრუნდება ბაზარზე. ხედავთ ნაბიჯი, რომელსაც მაშინ არავინ უკავშირებდა ირანის ომს, რომელიც გარდაუვალი იყო. ჩვენ, რა თქმა უნდა, დავუკავშირეთ. ამ მარშრუტებიდან თითოეული კიდევ ერთი მიზეზია, რის გამოც მსოფლიოს აღარ სჭირდება ჰორმუზი. და კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ირანის მუქარები რეალურად არ მუშაობს. ზეწოლა ირანზე მხოლოდ ლიბანში არ ხდება. ეს ერთდროულად ყველა ფრონტზე მიმდინარეობს. მაგრამ აქ კიდევ უფრო დიდი რამ ხდება. ეს შეთანხმება არის პირველი დოკუმენტი 4000 წლეულის განმავლობაში, რომელიც ამ სამივე საკითხს პირდაპირ წერილობით ასახავს და ცდილობს მათ თანმიმდევრულად განალაგოს, რათა ისინი რეალურად განხორციელდეს. შეიძლება არ გამოვიდეს, რადგან ჰეზბოლამ ამას უკვე დანებება უწოდა, ხოლო ირანი ამას უკვე თავის ცალკე შეთანხმების დარღვევად მიიჩნევს ვაშინგტონთან. და ისტორია აქ არ არის დამაიმედებელი. ბოლო მცდელობა 1 წელზე ნაკლებ დროში დაინგრა. მაგრამ პირველად 1993 წლის შემდეგ რის წესრიგში დგას არამხოლოდ კითხვა თუ როგორ აპირებს ირანი მოლაპარაკებების მანიპულირებას, რომ მიიღოს სასურველი და წარმოაჩინოს ისრაელი როგორც ცუდი მხარე. ეს ეხება ლიბანსა და ისრაელს, რომ კონდეთ სუვერენიტეტი და უსაფრთხოება და იდეალურად ერთად იმუშაონ ამის მისაღწევად. და სპარსეთის ყურის ქვეყნები მსგავს განიცდიან. როგორ შეიძლება შეინარჩუნონ სუვერენიტეტი ირანის თავდასხმების პირობებში? გასაკვირი არ არის, ისინი იწყებენ ერთად მუშაობას, რომ ამოიცნონ გამოსავალი. თუ ახლო აღმოსავლეთი შეძლებს ერთად იმოქმედოს რადიკალების წინააღმდეგ, მაშინ შეიძლება თუნდაც ყველა სხვა საკითხზე არ ეთანხმებოდნენ ერთმანეთს, ახალი ტიპის მშვიდობა გველოდეს. მე აირა იერკა ვარ და მომავალ ჯერზე ისევ გნახავთ.